წერალთა სახლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. შეხვედრა ინტეგრაციასა და კონტაქტების გაღრმავების თემას მიეძღვნა. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე იმსჯელეს. დისკუსიის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევებიც განიხილეს. რაც დრო გადის, მით უფრო ხდება მწვავედღება საკითხი აზერბაიჯანული მოსახლეობის ახალგაზრდების განსაკუთრებით ინტეგრაციის ქართულ საზოგადოებაში, საქართველოს საზოგადოებაში, ეს განსაკუთრებით ხაზი უნდა გაისვეს იმ გამარჯვებას, ეს არის მათი სურვილი. რაც შეიძლება აქტიურად მოხდეს ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე ამ თემაზეა შეკრება. ეს არის ძირითადი საკითხი, ქართული ენის მდგომარეობის საკითხი აზერბაიჯანულ დიასპორაში, აზერბაიჯანულ მოსახლეობაში და ასევე რასაკვირველია ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ თემასთან, მაგალითად ნარკომანიასთან. მომავალ გეგმები გვაქვს ისე, რომ რეგიონებში მისვლა, ადგილზე ხალხთან შეხვედრა, ხალხის აზრის გაგება, თან ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და უნდა დავიხმაროთ ყველაფერი, გავაკეთოთ, რომ არჩევნებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხალხმა. ეს არის პირველ რიგში დაახლოება, ინტეგრაცია, ეს რაღაც გარკვეული დაშორიშორების და ათასი პრობლემების, არსებული პრობლემების მოხსნა პირველ რიგში ეს ეხება გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკურ მომენტებს და რასაც ყველაფერს ეს თქვა თავი და თავი არის ენის ბარიერი, ენის პრობლემა. აი ამ დაახლოებას ეხება ეს დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე დაბრუნდება იზი ბურნაძესთან ერთად. ის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებგვერდზე rustaviori.gr. ნახვამდის.